ვინ შეცვლის გადამდგარ მინისტრებს მთავრობაში კონსულტაციები დაწყებულია საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც იმსჯელეს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მინისტრთა კაბინეტის წევრები სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციასაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით აფხაზეთის სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩართვა მთავრობის ადმინისტრაციიდან მინისტრთა კაბინეტის წევრთა პირველ განცხადებებს ახლა მარიამ ცარელაშვილი გაგვაცნობს. მარიამ, გისმენთ. Თამთა დავიწყოთ გადამდგარი მინისტრების შემცვლელების თემით. ბუნებრივია, ჩვენ მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ ეს კითხვები დავსვით. მინისტრებმა დაადასტურეს, რომ კანდიდატურებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ზოგადი მსჯელობა, თუმცა მათ არ ისურვეს თავად ამ კანდიდატების ვინაობის პრესისთვის გამხელა. დღევანდელ სხდომას ესწრებოდა თამარ ბერუჩაშვილი, რომელზეც ჯერ კიდევ გუშინ იყო ვერსია, რომ ის განიხილება ალექსი პეტრიაშვილის შემცვლელად. ეს ინფორმაცია მან გუშინ არ დაადასტურა, დღეს კი უკვე კომენტარი აღარ გაუკეთებია. ზოგადად ვისაუბრეთ კანდიდატებთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი. არის ჯერჯერობით კი რამოდენიმე კანდიდატურა იხილება, ამ ეტაპზე ალბათ ვერაფერს ვერ გეტყვით. არ შემიძლია. ჩვენ მთავრობის წევრებს დღეს ასევე დავუსვით კითხვა რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც იგეგმება აფხაზეთის გავლით რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენა. ამ ინფორმაციაში მოყვანილია სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ ამ რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დახურული მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველოს მთავრობა. მინისტრები კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ჩვენ ხელთ არსებული უთხოვარი ინფორმაცია, არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით. საერთოდ არაფერი არ ხდება. რაც ხდებოდა 2 წლის უკან, ის ხდება დღეს. საქართველოს მხრიდან არანაირი არ მიმდინარეობს არათუ პროცესი. არანაირი. განცხადება ეყრდნობა რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის განცხადებას და იქ არ მინახავს ესეთი რამ, რომ ჩვენ ვიყოთ ჩართულები ამ მოლაპარაკებაში. მე ვერანაირად ვერ დავადასტურებ ამას, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ცნობილი მიზეზების გამო არანაირი მოლაპარაკება ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს. მთავრობის ხდომა უკვე დასრულებულია, მინისტრებმა დატოვეს მე-12 სართული. 3 მინისტრის გარდა მედიასთან დანარჩენ მთავრობის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. დღევანდელ ხდომას ასევე ესწრებოდა იუსტიციის მინისტრი, ჩვენ გვინდოდა მასთან გასაუბრება, თუმცა თია წულუკიანმაც მე-12 სართული უკომენტაროდ დატოვა. გმადლობთ მარიამ ცარელაშვილმა გაგვაცნო მთავრობის ხდომის შემდეგ გაკეთებული პირველი განცხადებები. ვინ შეცვლის გადამდგარ მინისტრებს ამ თემაზე მინისტრების გარდა კომენტარები კეთდება ასევე პოლიტიკურ წრეებშიც. თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ მინისტრობის კანდიდატურების შერჩევის პროცესში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი არ მონაწილეობს, თუმცა როგორც დეპუტატი აცხადებს, კარგი იქნებოდა ამ პროცესში მისი კომიტეტიც ყოფილიყო ჩართული. რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიებზე საუბრობს, თუმცა ჯერჯერობით ამ თემაზე ოფიციალური ინფორმაცია არ დასტურდება. Ჩვენთან ყოველ შემთხვევაში არავითარი კონსულტაციები არავის არ ქონია, თუმცა მე როგორც საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი ამ შემთხვევაში არა თავმჯდომარე, ალბათ არ იქნებოდა ურიგო, რომ პარლამენტთან, კონკრეტულად ამ კომიტეტთან, ვისაც აქვს ეს კონსულტაციები, ხომ ვერ გეტყვით კონკრეტულად ვინ ატარებს, რომ ჩვენთანაც რაღაც კონსულტაცია გაიარათ, ეს კონსულტაციები მიმდინარეობს, იმედია. მე შემიძლია დავადასტურო, რომ განიხილებოდა ბატონი კოტე ზალდასტანიშვილის კანდიდატურა, განიხილებოდა ბატონი ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა, ბატონი თედო ჯაფარიძის კანდიდატურა, ასევე ვიცი, რომ განიხილებოდა კიდევ 2 კანდიდატურა, რომელთა გვარები არ ვიცი, თუმცა ბოლო ინფორმაციით, რასაც მე ვფლობ, გადაწყვეტილება მიღებული არ არის, სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი. კონსულტაციები გაიმართება, მე ვფიქრობ, რომ თამარ ბერუჩაშვილის რესურსი ძალზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის პრაქტიკულად ყველა მოლაპარაკებაში მონაწილეობდა და მისი საქმიანობა მნიშვნელოვნად წაადგება, ასე ვთქვათ, მომავალ წარმატებულ, ასე ვთქვათ, მოვლენების მომავალ წარმატებულ განვითარებას.
მთავრობის დღევანდელი სხდომა 7 ნოემბრის გახსენებით დაიწყო. პრემიერმა 2007 წლის მოვლენები დღეს კიდევ ერთხელ შეაფასა და თქვა, რომ ეს იყო იმდროინდელი ხელისუფლების მიერ ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული. რუსთაველის გამზირსა და რიყეზე დარბეულ აქციებთან ერთად მთავრობის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია იმეჯში სპეცრაზმის შეჭრის ფაქტიც გაიხსენა. 7 ნოემბერია და შეუძლებელია მართლაც დაგვაუწყდეს ეს თარიღი. ეს არის სისხლიანი თარიღი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს უახლეს ისტორიაში. მაშინდელმა ხელისუფლებამ უმძიმეს დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, საკუთარი მოქალაქეები და მეხოშკათელა მათი პიროვნული ღირსება და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები. ეს არის თარიღი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ყოფილ ხელისუფლებას ნაცრულ მოძრაობას არასოდეს არ აპატიებს. ასევე მინდა გავიხსენო 7 ნოემბერს დამოუკიდებელ ტელეკომპანია იმეჯში შეჭრა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ძალადობრივი გზით. ეს იყო მაშინდელი რეჟიმის გამოხატულება. და შემდგომ განვითარებულ მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, თავისუფლების მოყვარული ხალხი არასოდეს არ შეეგუება ღირსების შელახვას.